მეგობრებო, გუშინდა ამბავზე, რომელიც ჩემთვის ძალიან საგანგაშოა, მინდა რომ უფრო დეტალურად აგიხსნათ და დეტალურად მოგიყვეთ და გითხრათ, ვინც არიცით ამბავი მის შესახებ, რომ ადამიანი, რომელმაც ეს ვანდალური აქტი განახორციელა ჩემს ვიკიპედიაზე, რომელმაც დაწერა წარმოუდგენელი რაღაცები, რომელმაც შეასრულა სასოწარკვეთილი კომპლექსიანი ადამიანის დავალება, არის სუსის უფროსის ანრი ოხანაშვილის ვიკიპედიის ადმინი. ანუ ის ადამიანი, რომელმაც ჩემს გვერდზე და ეს ყველაფერი წერია და ამ დოკუმენტს ჩემი ვიდეოს ქვემოთაც დავწერ, ის ადამიანი, რომელიც შევიდა და ჩემი გვერდი ვანდალურად დაარბია და წარმოუდგენელი რაღაცები დაწერა ჩემს გვერდზე, ესახება პირად ცხოვრებას და არა მხოლოდ, ეს ადამიანი ემსახურება ანრი ოხანაშვილს და გრამატიკულ შესაბამებს უსწორებს ვიკიპედიაზე და კიდე ერთს მაჭარაშვილს მგონი გვარი თუ სწორად მახსოვს, საერთოდ რატო ვიკიპედია ვერ გამარა, ეგ არ არის მნიშვნელოვანი. ანუ წარმოიდგინეთ, რომ თეა წულუკიანი გაბრაზდა, მას შემდეგ რაც ნახა, რომ ვიკიპედიაზე მისი მამის შესახებ არის ცნობა, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანისთვის სიკვდილი აქვს მისჯილი და ეს რომ დაუდე ძალიან გამწევდა და გადაფსიხთა, დაეშვა ფსკერზე, აი ამ ფსკერზე რომ დაეშვა, იქ დახვდა ფსკერზე დაშვებული ანრი ოხანაშვილი, რომელსაც უთხრა, რომ დამეხმარეო, ანრიმ უთხრა, რომ ახლა მოიცადე ჩემი ბიჭის ნომერს მოგცემო, მისცა თავის ბიჭის ნომერი და თეა ამ ბიჭ ტელეფონზე კარნახობდა ამ ტექსტს. ახლა მოდი შევთანხმდეთ, რომ ანრი ოხანაშვილი არ კარნახობდა ამ ტექსტს. ანრი ოხანაშვილი კი ფსკერზე დახვდა თეას, მაგრამ ამ ტექსტს არ კარნახობდა. რომ ნანულა, მისი ქმარი გაშორდა ყოფილი, მაღლაკი, მაღლაკზე ცალკე გეტყვით კიდევ ჩემაცრს. ანუ წარმოიდგინეთ და ამით იყო დაკავებული სუსის უფროსის ანრი ოხანაშვილის ადმინი, ხალხო, რომ დაერბიათ ვიკიპედია. ჯერ ესეც მინდა გითხრათ აქვე ვიკიპედიაზე, რომ მაქსიმუმ 7 წუთი გააჩერა ვიკიპედიამ ეს ინფორმაცია ჩემზე და წაშალა, როგორც ვანდალური ფაქტი. ანუ თეა წულუკიანის მამის ინფორმაცია თუ იყო იქ დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ მითითებული ჰქონდა წყარო, სანდო წყარო, როგორც ამბები ჯი, ასევე კვირის პალიტრის სტატია, ასევე ინტერმედია, ასევე ძალიან ბევრი წყარო რო ჰქონდა მითითებული, ჩემთან დაკავშირებით ეს წყაროები ვერ მიუთითეს და შესაბამისად წაიშალა ეს ინფორმაცია. მაგალითად ახლა, როდესაც მიწერა რომ დავიბადე მაღლაკში, მე ვგიჟდები ხალხო, მაღლაკი არის უკარგესი სოფელი. მაღლაკის გვიშტებით, ფარცხანაყანებით და რა ვიცი, წყალტუბო და საერთოდ არა მარტო წყალტუბო, სოფელი კარგია. ანუ მაღლაკელებო, თეა წულუკიანის დავალებით რომ მე მიწერენ, რომ მაღლაკში დაიბადე და კენი ამას რომ მიწერენ, იმიტომ რომ დამამცირონ და დამცინონ. თქვენზე რა წარმოდგენა აქვს, წარმოგიდგენიათ? ეხლა თვითმმართველობის არჩევნებზე რომ მოვლენ და ხმებს შეგთხოვენ ხოცები, იცოდეთ რომ მაღლაკელობა მათთვის არის დამამცირებელი გარემოება. და თქვენი ადგილი მან თუ და მან თუ იც დაიბადეთ, ყველას დაგცინიან. იმიტომ რომ ჩემი გვერდი რომ გატეხეს და რომ უნდათ დაზიანება ჩემი ინფორმაციის, ქუთაისში რომ დავიბადე წამიშალეს და მაღლაკში დაიბადე, ანუ ამით თავიანთ ჭკუი დამამცირეს. მაინც რომ იცოდეთ თქვენზე რა წარმოდგენა აქვს და მაღლაკს რას გერ, ეს ერჩენ ყველა სოფელს, ანუ სოფელში დაბადებულებზე ქართულ ოცნებას აქვს ეს წარმოდგენა. რომ სოფელში ვინც დაიბადა, ამას რა უწერ დასცინი. ანუ და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის ის, რომ ეს დავალება შეუსრულა გაბრაზებულ, მიტოვებულ ადამიანს, შეუსრულა სუსის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა. სხვანაირად ანრი ოხანაშვილის ადმინი ვერ მოემსახურებოდა იმ ადამიანს, რომელმაც ჩემი ვიკიპედიის რაღაცა წარმოუდგენელი ამბები გააკეთა და წარმოუდგენელი ინფორმაცია დაწერა. მე რომ ახლა ვიყო თეა წულუკიანი, აქ მოვყვებოდი, რომ თეა ჩემო სიყვარულო, შენ პირად ცხოვრებაზე იმდენი რამე ვიცი. აი ესე ჩამოვისვამდი ხელს, ყავა კი მიდგას გვერდზე და მოვყვებოდი საოცარ ამბებს. მაგრამ საბედნიეროდ მე არ ვარ თეა წულუკიანი და ამ ყველაფერს არ გავაკეთებ და რა თქმა უნდა გავაგრძელებ წერას ავთანდილ წულუკიანის მიერ საქსიკვდილო განაჩენით დასჯილი ადამიანების შესახებ. მადლობა ყურადღებისთვის.